ყოველი წლის 17 აპრილის აღენიშნება ჰემოფილის მსოფლიო დღე. გვექნება სამეცნიერო ხასიათის მოხსენებები. წუმა ლიტვის ჰემოფილიის ასოციაციის გამგეობის წევრმა და პაციენტმა გიტის კირველებს საკუთარი გამოცდილება ქართველ პაციენტებს გაუზიარა. ჰემოფილია თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლდენისადმი მიდრეკილებით. დაავადების გენის მატარებლები არიან ქალები, მაგრამ ძირითადად ავადდებიან მამაკაცები. ის მემკვიდრეობით გადაეცემა მომდევნო თაობებს და თავს იჩენს ბავშვობის ასაკიდან. ჰემოფილი დაავადებული ადამიანის სისხლი ნორმალურად არ დედდება. შედეგად მას აღინიშნება არაკონტროლირებადი სისხლდენები, რომელიც შეიძლება დაიწყოს სპონტანურად ან მცირე ტრამვის შედეგად. კურნალობის გარეშე ჰემოფილით დაავადებულ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს სისხლჩაქცევი. განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რაც ხდება ხანგრძლივი შეზღუდული შესაძლებლობების ან სახსრის დაავადებების გამომწვევი მიზეზი. გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრამვის ან ოპერაციის შემდეგ. სპონტანური თუ ტრამვული სისხლდენა განსაკუთრებით საშიშია, თუ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოში დაიწყება. დაავადებასთან ბრძოლა შესაძლებელია. დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია. დავისახოთ მისდან ნული სისხლდენა. პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია ჰემოფილიით დაავადებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ერთად შევძლებთ. ჰემოფილიის დიაგნოზის დასმის შემდეგაც თქვენი შვილი დარჩეს ცელკ და მხიარულ პატარად. გაიზარდოს ტკივილებისა და დაბრკოლებების გარეშე. ჩვეულებრივად ითამაშოს სხვა ბავშვებთან. განვითარდეს. იაროს სკოლაში დაირჩიოს პროფესია, რომელიც მას სურს რომ ჰქონდეს. პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად მიღწევადია. ცხოვრება სისხლდენის გარეშე. 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 ჩვენი შეხვედრის ძირითადი თემა იყო ის გამოწვევები, რომელიც არსებობს, კონკრეტულად ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო ახალ მედიკამენტზე. გადავედი პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, ეს ყველაფერი, ეს რაღაც სისხლჩაქცევები, პრობლემები, რაღაც გეგმის უცებ შეიცვალა თუნდაც ან რაღაც საკუთარი თავის არ დატვირთვა და რაღაცებზე უარის თქმა დაცა წარსულში. პროფილაქტიკური მკურნალობა ფაქტობრივად წელიწად ნახევარი არა ჯერ სრულად, მაგრამ არის ისეთი წამალი, რევოლუციური წამალი, ძალიან კარგი, რომ ფაქტიურად ადამიანი ჯანმრთელია. პირველი ინიექციისთანავე რადიკალურად იცვლება ჩვენი ცხოვრება, ამას გულისხმობ სპორტულ აქტივობას, ფიზიკურ დატვირთვებს, 100% ხარ ჯანმრთელი და შეგიძლია იცხოვრო ჯანმრთელი ცხოვრების 19 წლის ნოემბრიდან რაც გადავედი პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, მე საერთოდ აღარანაირი პრობლემა არ მაქვს, ვარ გადასარევად თავს გრძნობ ბედნიერებსა და საერთოდ თავს არაფერში არ ვიზღუდა არანაირი ფიზიკური აქტივობა. ეს ახალი მედიკამენტი, რომელიც 2019 წელს გამოჩნდა ჩვენთან, ეს არის როგორც მოგახსენეთ, მონოკლონური ანტისხეული, ანუ პროტეინი, რომელიც იმუნოგლობულინი, რომელიც კანქვეშ კეთდება.
ვაგრძელებ კარიერას სტომატოლოგიაში. გამოვიმუშავებ საკუთარ ფულს. ვგრძნობ თავს ბედნიერად. ჩემი დიდი სურვილია, რომ ყველა ჰემოფილიის მქონე პაციენტს ჰქონდეს კანქვეშა პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ყველაზე გამართლებული პროგრამა, რომელიც ჰემოფილიის მქონე ადამიანებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის და მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აქცევს. ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ყველა სისხლდენითი დაავადების დიაგნოსტირება. დღეს ჩვენ გვაქვს ესეთი აქტივობა, ძირითადად არის საინფორმაციო ხასიათის, აქ მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, ექსპერტები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ცხოვრება სისხლდენის გარეშე ამ სახელწოდებით ჰემოფილიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მიზანი ჰემოფილიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი მართვის პრაქტიკის გაზიარება. აღინიშნება 140 ქვეყანაზე მეტ ქვეყანაში და ეს ამ დღის ძირითადი მნიშვნელობა არის ის, რომ საზოგადოებაში მეტი ცნობიერების ამაღლება და რა თქმა უნდა ის მიღწევების და ის გამოწვევების საუბარი, რაც დგას ჰემოფილიის დაავადებათა წინაშე. დღევანდელი დღის აღნიშვნა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ხდება ცნობიერების ამაღლება ჩვენ საზოგადოებაში და ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პაციენტების კუთხით, არამედ სამედიცინო საზოგადოების კუთხითაც, ვინაიდან ამ შემთხვევაში უკვე გათვითცნობიერებული სხვა პროფილის ექიმებიც მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში პირდაპირ უშვებენ ხოლმე ჰემოფილიის ცენტრში პაციენტს გამოსაკვლევად. აპრილი ჰემოფილიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ვიდეო გვიზიარებს ჰემოფილიით დაავადებული ადამიანების ემოციებს პროფილაქტიკურ მკურნალობამდე და მის შემდეგ. ყოველ დღე შიშით ვიღვიძებ. ახალი ცხოვრება დავიწყე. არასდროს ვიცი რა გამოიწვევს სისხლდენას. ამიტომ უარს ვამბობ ნებისმიერ აქტივობაზე. დავიწყე გიტარაზე სიარული, რაც სულ მინდოდა. მეც მინდა სხვა ბავშვების გავსად ვიარო სპორტზე, სიმღერაზე ან ციკლზე. პირველად ვითამაშე ფეხბურთი. სისხლჩაქცევების გამო სკოლასაც სულ ვაცდენთ. ისეთი უშიშრები გავხდით, დამოუკიდებლად ვუშვებ სკოლაში, მეგობრებთან. ვერ ვგეგმავ მომავალს. ნეტა ოდესმე შევძლებ დამოუკიდებელ ცხოვრებას. აღარ ვარ სხვებზე დამოკიდებული. მუშაობაც კი დავიწყე. ოჯახური დასვენება და მოგზაურობები ჩვენთვის წარმოუდგენელია. მთელი ცხოვრება მოგზაურობაზე ინტერნეტში ვკითხულობდი. ახლა მეც ოცნების მწვერვალებს ვიყვრებ. ვერ ვიყენებ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სადაც ტრავმის რისკი მაღალია. უნივერსიტეტი გაცდენების გარეშე დავამთავრე. იმედია, ჩვენც მალე შევძლებთ კანქვეშა პროფილაქტიკური მკურნალობის მიღებას. თავს უბედნიერას ადამიანად გრძნობ. ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ჯანმრთელი ადამიანი. მინდა მეც გამოვცადო ცხოვრება სისხლდენის შიშის გარეშე. მადლიერი ვარ სახელმწიფოსი, რომ მოგწე შანსი ვიცხოვროთ მუდმივი შიშისა და სისხლდენების გარეშე. ამჟამად საქართველოში ჰემოფილიით დაავადებული 60 ადამიანი იღებს კანქვეშა პროფილაქტიკურ მკურნალობას. დარჩენილი 60 კვლავ ელოდება ამ ტიპის მკურნალობაზე გადასვლას. ჩვენი მიზანია ცხოვრება სისხლდენის გარეშე. 120 ადამიანი, 120 ბედნიერი ისტორია. ეს შესაძლებელია.